ვაიმე გოგოებო დღემშვიდობისა ისეთი გემრიელი ყავა მოვიდუღე ჰეახლა საყვარელი ჭიქით კოფე ჩაი დაიდგით და დავიწყოთ შევბეროთ ვნახოთ ადამიანი რომელთანაც ახლა კომუნიკაცია არ გაქვს შორიდან რომ გათვალიერებს გაკვირდება რას ფიქრობს რას გეტყოდა რა ხდება მის ცხოვრებაში და ზოგადად რას ფიქრობს ეს ადამიანი შენზე ჩაუჯექით პირველი შეკითხვა. მოდი ვნახოთ. რას ფიქრობს ეს ადამიანი? შენზე როგორც ქალზე, აი მის თვალში როგორი ხარ, როგორც ქალი, როგორც ქალბატონი. რას ფიქრობს ის შენს ენერგიაზე? მოდი ეს ვნახოთ. შევხედოთ ამას, განვიხილოთ ეს საკითხი. ყოჩახ. ეს რას ხდება? ერთი წუთი განახოთ. აი თხა-თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამა ქვია აი ამ გაშლას. თქვენს თვალწინ ხო ავჩეხი. თქვენს თვალწინ ხო ამოვიღე არკანები. ეხლა ნახეთ, ორიანი პენტაკლი მაქვს, ანუ ბალანსის და რასაც გასცემ, იქიდან რო გიბრუნდება იგივე და 50-50 ენერგიის მქონე არკანი მაქვს ფონად. როგორ ქალად ხედავს მეთქი და ხმლების მეფე თვითონ და ხმლების დედოფალი შენ და მზე რომელიც ყველაზე დიდი ეგოს ბრძოლაზე და მიტოლება მიზომებას ის კაცია შენ რაღაც ატოლებ მე უფრო დიდი ეგო მაქვსო შენ უფრო პატარაო აქ არის გაჩაღებული ბრძოლა რომელია მატადორი და რომელი ხარი აი ეს არის ახლა გასარკვევი როგორ ქალად ხედავს აი შენ თუ რაღაცაში ჩემზე მაგარი ხარ და ჩემზე ძლიერი ხარ მე შენ გაჩვენებ აქ ვიზე ნაკლები არისო აიო პირობითად მარიამიო მაგას განახებ ბიჭოო რა აქ არის ქალი მის თვალში ოღონდ ქალია ეს შენზეა საუბარი რომელიც ბანს არ უგდებს ანუ რას ქვია შენ თუ მაგარი ხარ მე კიდევ უფრო მაგარიო შენ თუ გაბრაზება იც მე კიდევ უფრო მეტად ბრაზდებ შენ თუ დაიგნორება გინდა ბიჭო ისე დაგაიგნორებ საშვილიშვილოდ საერთოდ არ მოგიკითხაო აქ არის ბავშვებო ისეთი ეგოს თამაში აქ მის თვალში ძალიან სწორად გაქვს თქვენ პოზიცია აღებული ერთი ამის ქვეშ რადევს ხო ანუ თან ნახეთ ახლა როგორ დისტანცია ფიგურირებს და ჩანს ორი ჯიუტი ადამიანი როგორი ქალი ხარ მის თვალში არ ვიცი ნუ აი ბანს არ უგდებ რა თან საკუთარ თავს ძალიან კარგად აკონტროლებ ესეც ძალიან კარგად იცის იმასაც იაზრებს რომ არასდროს არ გაგიჭირდება უკაცოდ იმასაც იაზრებს რომ თუ ესე გააგრძელებს თვითონ ამ შემთხვევაში შენ არაფრის გამკეთებელი არ ახარ რომ თავისი იგნორით და თავისი დუმილით ეს შენზე ვერანაირი ტიპისა და სახის ასე ვთქვათ და გავლენას ვერ იქონიებს ძალიან კარგად შეძლო და მოახერხა ამ ადამიანმა შენი გაცნობა და მიუხედავად იმისა რომ ხარ მდედრობითი სქესის არაფრით არ ჩამოუვარდები აი ამ როგორ გითხრა მამა კაცს რომელიც აი ახლა კამარზე მხრებზე რა ვიცი მე ყველანაირად ამ ლაგამ აბჯარასთხმული და ხმლებით და აი რაღაც ქარქაშით აი ესე წარმართული დგას შენს წინ და აი რაღაცნაირად თავის აზღვრებს იცავს ასევე ხარ შენც როგორ ქალად ხედავს აქ ხარ შენ ქალი რომელმაც თითქოს საკუთარი თავის არკეში ჩაახედა. აი როგორ გითხრათ, თქვენში ხედავს საკუთარ თავს. თქვენ აჩვენებთ რეალურად იმ რეფლექს, რაც აი როგორ გითხრათ, აჩვენებს საკუთარ თავს. რა შენ რო გიყურებ სარკეში იხედება თითქოს. მისთვის შენ ხარ ქალი, რომელმაც პირველად დააფიქრა იმაზე, თურმე როგორი ყოფილა, როცა ვიღაცა ისე გექცევა, როგორც მე ვექცეოდიო ამდენი ხნის განმავლობაშიო სხვებსო. კი ბატონო, დავამატოთ ახლა არკანები. ვინ ხარ მისთვის, როგორი ქალი ხარ მისთვის? შენ ხარ ქალი, სამი პენტაკლთან ერთად რომ ამბობდეს, მიუხედავად შენი ჯმუხი ხასიათისა, ჯაყოსავით რო ექცევი. თემურას რო ექცეოდა ჯაყოი ესე ექცევი ამ გაჭირვებულს. აი ამაზე მეტი შედარება რა მოგიყვანო? თემურას ვეძახი, თეიმურას რა ვიცი მე. ხარ ქალი რომელთანაც თვლის რომ მუშაობას აქვს ძალიან დიდი აზრი. მიუხედავად იმისა რომ ხარ გავირებული და გაჯორებული და ისიც ასევე ანალოგიურად თავის პოზიციას ართმობს ამის მიუხედავად თვლის რომ ღირს ყველა იმ ნერვის დაწყვეტა ჩემთან ურთიერთობა რა ნერვიც აწყდება და სადაცაა უნდა გასკდეს მაშინ როდესაც თასების მეფეა და ისე იქცევი იძულებულია ხმლების მეფეს როლი მოერგოს მაშინ როდესაც ამ კაც თბილი
ნაზი ემოციები აქვს შენს მიმართ და ცდილობს გამოსავლის ძიებას, ცდილობს რაღაც ისეთი მიზეზი მოძებნოს, რომელი მიზეზითაც არსებული რაღაცა ჩიხიდან გამოხვალთ, რომელშიც ერთმანეთი თავად შეიყვანეთ. აქ არის ესეთი ამბავი. ეხლა ამ გაშლას პრობლემური ურთიერთობის პატრონები არ უყურებთ. ამ გაშლას არ უყურებთ იმ ტიპის ხალხი, ვისაც დაუშვათ სამკუთხედი გაქვთ, არ უყურებთ ისინი, ვინც დაუშვათ იყავით ძალიან კარგად და გაქრა ტიპი ისე, რომ არც მოუკითხი ხარ და არც დაუტოვებია მესიჯი და მიზეზი არ თქოს, გაუჩინარებულ კაცზე არ არის ეს გაშლა, აქ არის ურთიერთობა, რომელიც არის ჯანსაღი უბრალოდ ეგოს გამო ტოქსიკურდება. ეხლა ისიც იმიტომ, რომ პაუზაზე ხართ, არ გაქვთ კონტაქტი. და აბა რომელი უფრო დიდხანს გაძლებს და აბა რომელს უფრო შეემჩნევა, რომ ინეტრება ერთს მეორე. შესაბამისად, ეს გაშლა არის ორ თავისუფალ ადამიანზე, რომლებმაც რაღაცნაირად, რაღაც პატარა პრობლემურ პერიოდს გადიან და არც ერთი თმობს, არც მეორე. პრობლემური ურთიერთობა აქ არ არის, გადით და სათქვენოდაც ჩავწერ რაღაც ისეთ, რაც ზუსტად თქვენ სიტუაციაზე იქნება გათვალისწინებული, მორგებული, უბრალოდ ეს არ არის ის შემოტკბილება, რაც თქვენ დავუშვათ გჭირდებათ და აქ არ არის რაღაცა ჩამოუყალიბებელი ურთიერთობა, აქ არის ურთიერთობა, რომელსაც ეხლა აქვს უბრალოდ რაღაცა გარკვეული ტიპის და სახის ჩავარდნა. შემდეგი კითხვა არის ასეთი. რა ემოციებს იწვევ შენ მასში? მის გულში შენ რა ემოციას კრავ? რა ემოციას იწვევ? რა, ქურუმია მომიხდა. როგორ ღრმად ხარ მის გონებაში და გულში გამჯდარი შენ ხო აზრზე არ ხარ უბრალოდ ეს იმდენად ცივი და ხისტი ხასიათის კაცია რომ არც კი იკადრებს ეს რაღაცით გაგრძნობინოს და შეიძლება რაღაცა მინიშნებებს იძლეოდეს დაუშვათ სოციალურ ქსელებში რაღაცას ისე პოსტავდეს დებდეს რომ აი შენთვის იყოს მესიჯი სიგნალი რომ აი ხა ეს მე მის სიგნალებსო და თან ცდილობს სატყუაროდ გადმოგიგდოს რომ ეგებ მიწერო შეიძლება რაღაც ძველი მესიჯი დააგულოს და ალაიქოს ვითომ შემთხვევით შენ რომ შეტყობინება მოგივიდეს რაღაცა შემთხვევით დაგილაიქოს დაგიჰაჰავს ან გიწევს რა ხდება ამ ადამიანის გულში რეალურად მის გამო ამ ადამიანის გულში რა ხდება და მე ესე გეტყვით საკუთარ თავში არის ჩაღრმავებული რომ ცდილობს გაიგოს რა აჩვენა ისეთი რა დაანახე ისეთი რა გაუკეთე ისეთი რომ ვერ ამოგიგდო იმიტომ რომ აქ არის პიროვნება რომელსაც რაღაცნაირად მაშინ როდესაც უხარია ან მაშინ როდესაც რეალურად უნდა უბრალოდ რომ აი რაღაცა სირთულეებიდან გამოვიდეს, დაისვენოს, აი თავის დაღლილი რეჟიმიდან გამოვიდეს, დაღლილმა რაღაც გადააყოლოს გული შენთან მოიჩქარეს, შენთან უნდა მოსვლა, შენ უნდა რომ მოგიყვეს, შენ უნდა რომ გამცნოს. კაი ამბავიო თუ ცუდი ამბავი შენთან ერთად უნდა ამ ყველაფრის გაკეთება და რა ხდება მის გულში შენ გამო? ენატრები. ამ ადამიანს შენ ენატრები, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ძალიან ენატრები. თulis იმას, რომ ძალიან უცნაურად შემოხვედი მის ცხოვრებაში, როცა არანაირად არ გელოდა. მის გულში რა ხდება და იმასაც ხდება და ათვიცნობიერებს, რომ ეხლა ხარ ესე ვირზე უკუღმა შემჯდარი, თორე სინამდვილეში ხარ ძალიან მოწყვლადი, ძალიან თბილი, ძალიან ტკბილი, ძალიან ესეთი აი სიტბოთი მზრუნველობით სიყვარული თავს უბრალოდ თვითონ რო რაღაცაზე გაჯიქდა იქ შენც გაუჯიქდი და იმიდის ახლა შეჯიბრი აი დავაი და აბა ვინ უფრო მაგარია და აბა ვის უფრო რაღაცა მძიმე აბია ხო და იმდენს ხდება და ათვიცნობიერებს რომ ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ასე რომ დიდი ხანი გაგრძელდეს, რეალურად არაფერიც არ მოხდება. კი ეცადა თავისი დუმილით манипуляცია შენზე, მაგრამ ვერაფერიც ვერ მიიღო. ამანი ფიქრა რომ მე ვეხავ დავდუმდებიო, ვაფშე, მაგას თავს ცუდად ვაგრძნობინებო, შეწუხდებაო, ისტერიკებს მომიწყობსო, გამომივარდებაო, რომ შენ ესე ვისექცევიო, მაგრამ ბებიამ კაც არც არაფერი არ გააკეთე. ძალიან დიდი ეგოს პატრონი არის აქ ეს ადამიანი. ფინანსურად არ უჭირს, პროფესიულად არ უჭირს. აქ არის კაცი, რომელიც აი ის რაღაც ჩარავანდედი თავზე რო ადგას, თითოეული ქალი, ვინც მის ცხოვრებაში ყოფილა, თითოეულმა თავზე რაღაცა დაადგა. რამაც მისცა წონა მის ეგოს ძალიან დიდი და შენ ის ერთადერთი აღმოჩნდი, რომელმაც ჩარავანდედი კი არ დაადგა თავზე. ტრაქში პანჩური ამოარტყი, რაღაცა რო არ მოგეწონა და მე იმან რას ქვია შენ ვის ამოარტყი პანჩური, ეხა მე ამოგარტყამო. ხო და ამ ამორტყმაში, როგორც ჩანს, ისე სათნო და ნაზად გარტყარო შენც ძალიან რაღაცა მოფლაყული ხარ და შენც ისე მოგივიდა ეტყობა ამ პანჩურის ამორტყმა რომ რაღაცა ესე შეჟუჟუნდა შესაბამისად ის განცდა რასაც დაუშვათ შენ უჩენ რომ თან გეჯიბრება თან ენატრები თან გათვალიეროს უნდა თან გიყუროს უნდა თან შენთან მოვიდეს უნდა აი ეს ყველაფერი ეუცნაურება იმიტომ რომ დიდი ხანია ამას მსგავსი არაფერი არ უგრძნია თან საკუთარ თავს ძალიან დიდი დოზით ებრძვის და თან ურთიერთობაში ყოფნა უნდა შენთან აი ესე უნდა რომ რაც ექნება შენ გიწილათოს ემოცია იქნება ეს
ვიცი, ფული იქნება ეს, სიხარული იქნება ეს, სევდა იქნება ეს, დაღლა იქნება ეს, შენ მოგწე, შენთან ერთად მორწყას ის ნიადაგი, რომელ ნიადაგზეც ამ ადამიანს უბრალოდ სიმყარის და სტაბილურობის აშენება უნდა. შენ იყო მისთვის დღესასწაული. მე აქ ვგრძნობ, რომ დღე-დღეზე აქ ადამიანი უნდა გამოჩნდეს და რაღაც სერიოზულ, ასე ვთქვათ, საკითხის დასმაზე მიდგება და მოდგება აქ საუბარი, იმიტომ რომ უკვე გაკვირდება და უკვე ჩასაფრებული გყავს. რაღაც ესეთი ამბავი ტრიალებს ჩემო ტკბილებო აქ. გავაგრძელოთ ახლა. ახლა ვნახოთ, როგორ უნდა მოიქცე შენ, ისე რომ თან უფრო აიძულო რომ კონტაქტზე გამოვიდეს და რაიმე ნაბიჯი გადმოდგას და თან ეს ისე გააკეთო ტექნიკურად, რომ არ დაუსიგნალო, ანუ ის არ მიხვდეს, რომ შენ სპეციალურად პლანავს, სპეციალურად აკეთებ, სპეციალურად დებ რაღაცას, ანუ აი რა არის ის, რაც შენ უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ეს თქვენი მურტალო თქვენთან კონტაქტზე საბოლოო ჯამში გამოვიდეს. გამოანგრიოს ეს რაღაცა მდუმარე პერიოდი და დაბრუნდეს იმ თავის, ესე ვთქვათ, საწყის წერტილში. სადაც ის იყო ძალიან ისეთი თბილი, რბილი, დიპლომატიური. როგორ უნდა მოიქცე, აბა ვნახოთ, რა არის შენი მხრიდან ის, რაც შენ უნდა გააკეთო, იმისათვის, რომ მიიღო მისი მხრიდან რაღაცა ნაბიჯები, ანუ დაუძახო, აი, დაუსიგნალო, ოღონდ ტექნიკურად, ისე არა, რომ ხმა გაიგოს, რომ აი, მის სიგნალებსო რა, მოვენატრეო, როგორ უნდა მოიქცე. ამ ადამიანს, რაც მოსწონს, არის ის შენი მაღალზნეობრიობა, რაც შენ გაქვს ბუნებრივად. იმდენად პრინციპული ხარ, იმდენად ღირსეული ხარ, იმდენად კარგ ოჯახში, პატიოსან ოჯახში, აი პატიოსანი ადამიანი, არ ვიცი, აი მისთვის ხარ სასურველი ქალი, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე ახლა? ნახოთ. დისტანციის დაჭერა იყო აქ საჭირო და ეს დისტანცია დაეჭირე, ყოჩო კარგი გოგო ხარ. შორიდან არ ჩაუსაფრდე, არაფრის დიდებით არ დაანახო, რომ ამ სთორს ნახულობა, ამ პოსტს ულაიქებ, მაქსიმალური მდუმარება. მერე, იმიტომ რომ აქაო და შენ თუ ხარ ხმლების მეფე, ვიზე ნაკლები ხმლების დედოფალი ვარ, რომ ეს ხო ჩაუტარე უკვე. შემდგომ, საკუთარ თავი მოთოკე, გასაგებია ეს ჩემო ძვირფასო, ჩვენც ვიცით რომ უნდა მოთოკოს, მოთოკა, რამდენი თოკოს, წავიდა გული, უნდა ვა, რა უნდა ქნას? რა უნდა მოიმოქმედოს. სადმე რამე ტუსოვკაზე ხო არ მიბრძანდებით, ან მეგობრებთან ერთად, ან ახლობლებთან ერთად, რამე ისეთ საქმეზე ხო არ მიდიხართ, სადაც მოგიწევთ გამოპრანჭვა, გამოშრიელება, რაღაცა კარგი მაკიაჟი, კარგი ჩაცმათმების, რაღაცა ისა, რაღაცა ესეთი გოგოშკური ამბები, იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში მოგიწევთ თითქოს უახლოეს დღეებში რაღაც ფოტოების ატვირთვა და მაქსიმალურად იცოდეთ, იყავით ფორმაში, ისეთი ფოტოები დადეთ, რომ უბრალოდ ჭკვიდან გადავიდეს ეს კაცი, ანუ რაღაცნაირად აი განცდა გაუჩინო უნდა იმისი შენი ვიზუალით, რომ ვის ვკარგავ, რომ ვკარგავო, ანუ ხელიდან ვის უშვებ, რომ ვუშვებო. არ აგრძნობინო, არანაირი სევდიანი პოსტი ქალო, არანაირი სევდიანი მუსიკა, რომ მუსიკას თორზე ფოტოს ის არ დაადო. არც ზედმეტად თავში ავარდნილი შთაბეჭდილება არ დაუტოვო, რომ ფერყებზე მკიდია და ვინც მაგას ყვირის ყველაზე მეტად იმას ადარდებს. აი, შუალედი დაიჭირე. შენი თავის ფოტოები დადეღონ საათში 24 ჯერ არა. აი, რო წახვალ იქ, ლამაზი ფოტოები გადაღე, დადე. მსუბუქი პოსტები ასე არის. აი, რაღა მსუბუქი, ისე რომ არ ეხებოდეს პირადს, კაცს და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ამას ჩამოემხობა თავზე ეს თავისი ეგო, იმიტომ რომ ამას რომ მქონია, რომ შენ იქიდან რაღაცებს მიუსიგნალებს, საერთოდ არაფერს არ უსიგნალებ, ხო არ დავაგვიანო. ეხლა ეს ამის ფიქრები როგორ იქნება, წავიდა იქ, ვიღაცა ხო არ გაიცნო, იქ ვიღაცას ხო არ მოეწონა, ამა რაღაცა ხო არ უპასუხა, თვალი ხო არ ჩაუკრეს და ამანაც რაღაცა აუჟუჟუნა თვალებიო, აი ესეთ ფიქრებში იქნება. რა ლამაზია ეს შობელძაღლი, აი ამ ფიქრებში იქნება გოგონებო. გულში პეპლებს და მოზვერებს ერთად გაურბენთ და აუფრენთ და მუცელში მოზვერები ირბენენ ამის მუცელში. რაღაცნაირი განცდა მრჩება იმისი რომ რაღაცა აქ ძალიან მაგარი ამბები უნდა მოხდეს. შენი მხრიდან რა იქნება საჭირო ესეთი კითხვა თუ დაისვა, თავი ატკიე რა, აი უბრალოდ შენი სილამაზით იმითი რომ არ გადარდებს, იმითი რომ საკუთარ თავზე ფიქრობ მარტო, დაიმახსოვრეთ რომ თუ გინდათ ბედნიერები იყოთ პირაში, რაც უფრო ეგოისტი ქალი იქნები, მით უფრო იქნები ბედნიერი რა, მით უფრო დაფასებული იქნები, მით უფრო ვინც გადაყვა კაცს, ვინც არიქა და ეფოფინა, დღეს თვალსრემლიანი ზის და ღმერთს იმას ევედრება, რომ რამენაირად ეს ადამიანი დაავიწყოს. დამიჯერეთ. არავის არ გადაყვეთ, კაცს მით უმეტეს. ცხვირები მაღლა, თავები მაღლა და უბრალოდ ფორმაში იყავით. გავაგრძელეთ.
გავაგრძელეთ ახლა. ნახოთ. დიდხანს იჯდება თუ არა ესე მდუმარე. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? მოდი ვნახოთ მომდევნო ერთი კვირის ვადაზე. მომდევნო ერთი კვირის შუალედში მისგან ელოდოთ უნდა თუ არა რაიმეს არის ნაბიჯს, მოქმედებას, შეხმიანებას, კონტაქტზე, კომუნიკაციაზე გამოსვლას. აბა ვნახოთ. საერთოდ რამეს თუ გეგმავს, რამეს თუ აპირებს. ნახოთ ახლა აქ მე მაქვს შეყვარებულები. სამყაროს არკანი მაქვს ჩემო ბატონო, ექვსიანი პენტაკლები მაქვს ჩემო ბატონო. აბა ვნახოთ ახლა აქ რას იზავს. თითქოს სადღაცას არის წასასვლელი, სადღაცას ელოდება გზა, სადღაცას მიდის რაღაცა საქმე აქვს გასაკეთებელი, სადღაცას უნდა წავიდეს. თანა ესე ჩაყურყუტებული თავის ფანჯრის ჟალუზებიდან, სანახევროდ აწეულ ჩამოწეულზე, რაღაცნაირად ესე ჩაყურყუტებული ზის და გელოდება, აქეთ შენგან ხო არ მიუვა რამე საფშენია, მაგრამ აი გამოვა თუ არა კონტაქტზე ახლა აქ ჩვენი მურტალო. ახლა აქ როგორი ამბავი არის? ერთი კვირის ვადაზე კი ვიკითხე, მაგრამ 4-5 დღის პროგნოზი უფრო არის აქ, ვიდრე ერთი კვირის. არ ვიცი, შეხვედრაც ჩანს, პაემანიც ჩანს, კონტაქტიც ჩანს, ამოხეთქვა ჩანს მისი მე ვნებების, იმიტომ რომ ან ეს მიდის სადღაცას, ან შენ მიდიხარ სადღაცას და მე ეს შემოგთავაზებს, რომ ხوار გამოხვალ ხوار ნახავ და შენ ეტყვი მთვალზე ურჭიქა გადაკრულზე რომ კი რატომაც არა რა პრობლემაა გნახავო. ხო და აბრძანდები ესე და მიბრძანდები და გახვალ იმ გზაზე ჩამოიყვან, სადაც მიდიხარ, ეგეთი ვარიანტიც შეიძლება აქ იყოს. ან გეტყვის რომ გნახავ, ოღონდ აი ამ რაღაც საქმეს მოვაგვარებ, ჩამოვალ და გავიდეთო სადმე რამე შევჭამოთო, დავლიოთო. ღამის საღამო საათები ემთხვევა ჩემო ბავშვებო ამ პერიოდს. აი ასე დიდი ხანი იწვა და ფიქრობდა შენზე განდეგილი იყო ჩვენი მურტალო, ხო და აჩრიტინდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეხა ეს ჯოხი ოდნავ ქვემოთ რო კონდეს დაახლოებით ისე წარმოიდგინეთ. აჩრიტინდება, მაგრამ ძალიან ღირსეულად მოვა. ოდნავ სითბოს როგორც კი იგრძნობს შენგან, ანალოგიურ ოდნავ სითბოს დაგიბრუნებს. როგორ იქნება თქვენთვის ივლისის თვე და ამ ივლისისთვის ბოლომდე შენი და შენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების სიტუაციის განვითარება როგორ იქნება? აი როგორ უნდა განვითარდეს შენი და ამ ადამიანის ურთიერთობა ივლისისთვის ბოლომდე და საერთოდ აი რას უნდა ელოდო შენ ამ მამაკაცისგან? აი ასე ჩრიტინით იქნებით თუ ასე დამიჭი გამიშვით და კატათაგვივით და კატაძაღლივით თუ რა მოხდება? მოდი ყურადღება მივაქციოთ ერთ ესეთ რამეს. მე ხლა აქ ესე დავაწყობ და ეს მე მინდა რომ გაჩვენოთ. ნახეთ? ძირითადად შემთხვევაში ეს არის ურთიერთობა, რომელი ურთიერთობაც არის რაღაცნაირად საბედისწერო შენს ცხოვრებაში, ანუ ბედისწერის მხრიდან არის შემოგდებული და შემოყვანილი შენთან შენს ცხოვრებაში. პლუს ამას ჩვენ აქ გვაქვს აი როგორი ტიპის ურთიერთობა ბავშვებო, იცით, აი მთელი ცხოვრება რო ელოდება ქალი, რო აი ვიღაცა გამოჩნდეს მის ცხოვრებაში ისეთი, ვინც მას აგრძნობინებს იმ სიყვარულს, იმ როგორ გითხრათ, სისავსეს სრულყოფილებას, რასაც ყოველთვის ეძებდა ეს პიროვნება. შესაბამისად, ცხოვრებამ ასეთი ადამიანი გამოგიგზავნათ და ყოველთვის არ ხდება ისე, რომ რა ის ამ დონეზე გაგიმართლოს. იმიტომ რომ პენტაკლების ტუზი, ბედის ბორბალი და კითხვა იყო ასეთი, თუ ივლისისთვის ბოლომდე რას უნდა ელოდოთ მისგან მეთქი. გავაგრძელოთ ახლა. გავაგრძელოთ. რას უნდა ელოდო მისგან? ესე იგი, ბედის ბორბალი, იმპერატორი, თასების მეფე. ძალიან შეცვლი ამ ადამიანს შენ. შეიძლება იმდენად დაკავებული პიროვნება იყოს საქმით, თავის რაღაცაი ფინანსების დალაგება, მოლაგებებით და იმდენად იყოს გადართული საქმეზე, რომ დიდი ხანია შვებულება არ ქონია, დიდი ხანია თავისთვის რაღაცა არ გადაუდია, არ უყიდია, არ წასულა იქ რაღაცა არ უნახავს, არ უმოგზაურია. შენი გულისთვის შვებულებას დაწერს. შენი გულისთვის დღეებს განთავისუფლებს. აი რაღაც ეგეთი უნდა მოხდეს აქ, აი უნდა დაგაპრიორიტეტოს და ამას ძალიან საგრძნობლად გააკეთებს. აი გაჩვენებს, რომ ეს მინდა და გოგო მე შენგან მეტი არაფერი. დამანახე ღიმილი ერთი თბილისი დღე რაღაც გამიღიმე რაღაცა და რა მიჟუჟუნე თვალა. მე შენგან არაფერი არ მინდა ამას კეთოს. რა მოხდება? მუშაობა მოხდება ურთიერთობაზე. სხვა შორის გაგაცნობთ ეს ადამიანი ან თავის ამეგობრო წრიდან ვიღაცებს, ან თავის ოჯახის წევრებს. აქ ეს ადამიანი შემოიტანს შენს ცხოვრებაში სიმსუბუქეს, სიხალისეს, რისკს. და შენ ასევე მას დაუბრუნებ აი თინეიჯერულ რაღაცა ემოციებს და ენერგიებს, როცა თავს იგრძნობს პატარა ბიჭად ისევ და ისევ. ვინც დამიწერს ზღაპრებს იძახიო, მათ გასაგონად მაქვს ესეთი ამბავი. ეხლა ძალიან წარ რაღაცას გეტყვით. შენ თუ დაგემხო პირადი ცხოვრება და
შენ თუ არ გაგიმართლა და ისეთი კაცი შეგხვდა, რომელსაც შეუძლია რომ გაპამპულავოს და ამის გამო არ გჯერა რომ ვიღაცასთან შეიძლება წრფელი და ნამდვილი სიყვარულიც მოვიდეს, ნუ ანთხევ შენს შხამს სხვებზე. იზრუნე საკუთარ თვითშეფასებაზე, რომ ასე არ მოგექცეს სხვა. და ვისაც მსგავსი სიტუაცია არ აქვს და მართლა ბედით ვიღაცა გამოუჩნდა და ვიღაცასთან სტაბილურობა აქვს და ვიღაცასთან სუფთა გრძნობით არის, დაანებეთ იმ ხალხს თავი რა. ეს იქნება ჩემი რჩევა თქვენთვის. ძალიან კაი იქნება თუ მომისმენთ. აქედან გამომდინარე, ყველას აქვს ინდივიდუალური ისტორია, მარტო სამკუთხედი და ხუთკუთხედები არ არსებობს ამ ქვეყანაზე. სიყვარული ნამდვილია, სიყვარული არსებობს, ვიღაცასთან ყავის ეს გრძნობა. ვიღაცა მიცის ამის ფასი და შეარგეთ ამ ხალხს. შენ დომ ხალხს ნუ ადარებს ხვისას და ნუ გონია რომ შენ თუ რაღაც გექცევა თავზე სამყარო, სხვასაც დაექცევა. всё. ივლისის ბოლომდე ის მოხდება, რომ აი დანაკლისი რო გაქვს ახლა მასთან კომუნიკაციის ურთიერთობის, ბევრი ნერვიულობა, ბევრი სტრესი, უკომუნიკაციობა რო იყო ამ ურთიერთობაში, გამოდიხარ ჩემო ტკბილო აქედან. ბევრი შეხვედრა საერთო მაგიდასთან, მის მეგობრებთან ერთად, ახლობლებთან ერთად, რაღაცა ისეთი აი საოჯახო, შინაურულ წრეებში ტრიალი. აი იმის განცდა რომ ეს კაცი სერიოზულად გიყურებს, იმის განცდა რომ ამ კაცს სერიოზული ურთიერთობისთვის უნდიხარ, რომ აი პატივს გცემს, რომ პასუხისმგებლობას იღებს ეს ადამიანი შენზე. всё, მორჩა, всё. აი დავასრულე რა. ამით დავასრულე ეს ამ ურთიერთობის ანალიზი. ივლისისთვის ბოლომდე აქ ადამიანი სიყვარულში გამოგიტყდება. ივლისისთვის ბოლომდე აქ მოხდება ის, რომ იგრძნობ რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ შენ ამ ადამიანისათვის. ძალიან ბევრ ადამიანს გაიცნობ მისი მხრიდან, მისი წრიდან, ძალიან თბილი დამოკიდებულებით განწყობილნი იქნებიან და ზუსტად ეცოდინებათ რამდენად გცემს ეს ადამიანი შენს პატივს, ესე რა ვთქვათ. პლუს ამას აქ იქნება სტაბილურობის, სერიოზული პასუხისმგებლობის აი ქონის განცდა და განსაკუთრებით მისი მხრიდან შენ დამოკიდებულება, რომ ძალიან სერიოზულად გიყურებს და ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ხარ, წონიანი ქალი ხარ მის ცხოვრებაში მისთვის. და ხარ ადამიანი, ვისთანაც უნდა ყველაფერი იმის განცდა და შეგრძნება, რასაც აი ზუსტად რომ აი როგორ გითხრათ, არ ქონია ძალიან დიდი ხანია და შეიძლება არასდროს არ ქონია ეგ სიყვარული, როგორც უნდა გქონდეს შენთან, იმიტომ რომ ხა შეუძლებელია ცხოვრების ამ ეტაპამდე ვინმე არ ყვარებოდა, მაგრამ გრძნობა ხო არ გავს, აი ერთი ადამიანი სხვანაირად შეიძლება გიყვარდა 15 წლის უკან, მაგრამ დღეს ვინც გიყვარს, ის სხვანაირი გააზრებით გიყვარს, სხვანაირად გიყვარს. ამიტომ ივლისისთვის ბოლომდე ელოდეთ იმას, რომ თქვენ ორ შორის ოფიციალური ურთიერთობა გამოცხადდება, გასაჯაროვდება. მისგან ელოდეთ ძალიან ბევრ შემოთავაზებას, ბევრ საჩუქარს. აი იმის მცდელობას, რომ უნდა რომ ყოველას დაგანახოს როგორი ქალია მის გვერდით. წარმატებებს გისურვებთ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის. Facebook-ზე და Instagram გვერდზე ქართული შრიფტით შენი ხიოლი ასე მომძებნით. გელოდებით ყველას. ახალი გაკეთებული არის ორივე გვერდი, ამიტომ ველი თქვენგან გამოწერებს, ლაიქებს და ასე შემდეგ. წარმატებები ჩემო ტკბილებო.